პარტნიორობის გაღრმავება და საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია საქველმოქმედო ფონდ ქართუს წარმომადგენელთან ერთად ვიზიტით მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფება. დელეგაციამ უკვე დაათვალიერა ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის კომპიუტერული ცენტრი, ასევე შეხვედრები გაიმართა კარქინგის კორპუსშიც, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს წარმოადგენს. ქუთაისის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორია და გერმანელები უშუალოდ არიან ჩართული საგანმანათლებლო პროცესის მართვაში, მათ შორის სასწავლო კურსების ინიცირებისა და მაღალი აკადემიური სტანდარტების დანერგვაში. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაცია ბავარიის დედაქალაქშია. ქიუს ხელმძღვანელ პირებს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს. უმაღლეს სასწავლებლებს მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ. დაგეგმილი შეხვედრების მთავარი მიზანი თანამშრომლობის გაძლიერება და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური ცოდნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება. ვიზიტის დროს გაირკვა ისიც, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გერმანიის ლუდვიგ მაქსიმილიანის უმაღლეს სასწავლებელთან იურიდიული ფაკულტეტის მიმართულებით პარტნიორობას იწყებს. უნივერსიტეტი ფართოვდება, ჩვენ გვემატება ახალი მიმართულებები. ამჟამად ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა მიუნხენის მეორე ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, სადაც ჩვენ გვაინტერესებს თანამშრომლობა იურიდიული ფაკულტეტის შემდგომ განვითარებასთან, იმიტომ რომ ეს უნივერსიტეტი არის ჰუმანიტარული მიმართულების, აქვს ძალიან ძლიერი ჰუმანიტარული პროგრამები, მათ შორის სამართალმცოდნეობა და ბუნებრივია ჩვენი ინტერესისაგან წარმოადგენს შესაბამისი თანამშრომლობა ამ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი 158 წლიანი ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ტექნოლოგიის, ინჟინერიისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით ევროპის მასშტაბით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. უნივერსიტეტის პროფესორი და ქიუს საპატიო პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ვიზიტის მიზანს როგორც პარტნიორობის გაძლიერება, ასევე თანამშრომლობის ახალი ფორმატის ჩამოყალიბება წარმოადგენს. კონფერენციები, რომელიც ჩვენ დავგეგმეთ, შეაფასებს იმ ძალისხმევას, რაც წარსულში ვაწარმოეთ და შექმნის ჩარჩოს მომავალი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვცდილობთ უნივერსიტეტები კიდევ უფრო მეტად დავაკავშიროთ ერთმანეთს, რაც გულისხმობს სხვადასხვა დარგებს და მიმართულებებს. ეს კი საქართველოს აკადემიური სივრცის დასავლურ ცენტრად აქცევს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ფონდ ქართუს წარმომადგენლების სამეცნიერო კვლევით ცენტრშიც იმყოფებოდნენ. დელეგაციის წევრები ბავარიის აკადემიის კომპიუტერული მეცნიერების ცენტრის მუშაობას ადგილზე გაეცნენ. შეხვედრები გაიმართა ქალაქ გარხინგის კამპუსში, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და ინჟინერიაში მსოფლიო დონის კვლევისა და სწავლების ცენტრს წარმოადგენს. ვუმრობდით ლაიბნიცის სუპერკომპიუტერს და ასევე კვანტურ კომპიუტერს. ეს არის შესანიშნავი შანსი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და ისე კვლევარებისთვის, ჩაერთონ გლობალური ტექნოლოგიური და კომპიუტერული ამოცანების გადაწყვეტაში და შემდეგ სტუდენტებმა თავის მიღებული ცოდნა უკვე ასახონ თავის ცხოვრებისეულ კარიერაში და მოახმარონ საქართველოს განვითარებას. მოვინახულეთ სტარტაპ ეკოსისტემა, რომელიც ასევე გარხინში მდებარეობს. გავესაუბროთ თავად სტარტაპებს, თავად გულათებულ სტუდენტებს. შევთანხმდით, რომ ჩვენი სტუდენტები ჩაერთვებიან ერთობლივ კვლევებში, ერთობლივ კომერციალიზაციის ამოცანებში. დღის ბოლოს ქიუს დელეგაციის წევრები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტს და აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდნენ. დიალოგის დროს პარტნიორობისა და ახალი პროექტების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებები გამოიკვეთა. ჩვენ უნივერსიტეტის გახსნის დღიდან პარტნიორობთ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტთან გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა, რომ შევთავაზოთ ჩვენ სტუდენტებს სხვადასხვა ტიპის საერთაშორისო გასვლითი პროექტები და უნივერსიტეტმა გააღრმავოს კვლევითი საქმიანობა, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი მიუნხენში 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დაგეგმილი არაერთი მაღალი დონის შეხვედრა, მათ შორის მიუნხენის სკოლებისა და პროგრამების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია შეხვედრას გამართავს ბავარიის ევროპულ საქმეთა მინისტრთანაც.